მოდი ვნახოთ, როგორ გამოიყურება კოსმოსიდან თბილისის დიდი ლილოს ნაგავსაყრელი. ეს შავები არის წყლის შემკრები რეზერვუარები, რომლებიც თავის ფუნქციას ვერ ასრულებენ, ხოლო ეს შავე არის ტბა, ეგრეთ წოდებული ტბა, რომელიც წარმოიქმნა პირველი უჯრედიდან, ანუ პირველი გორაკიდან წამოსული ნაგვის წყლით, რომელიც თავისუფლად ჩაედინება გრუნტში, ანუ მიწაში და უერთდება გრუნტის წყლებს, ანუ მიწისქვეშა წყლებს, რომლებიც შემდეგ არაპირდაპირი გზით ხვდებიან ადამიანის ორგანიზმში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქვე არსებულ საძოვრებზე დანაყრებული სხვადასხვა ცხოველი, ოთხფეხი, ძროხა იქნება თუ ცხვარი, მიირთმევს აქ საჭმელს, ბალახს, ხედავთ ძალიან დიდ გამწვანებული ველები არის ირგვლივ, ამასაც დაგათვალიერებინებთ და შემდეგ მისგან მიღებული საკვები გადადის ადამიანის ორგანიზმში და ეს შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს ორგანიზმისთვის. ამ ველებზე ასევე მოყავთ ხორბალი, რომელიც ასევე რეალიზდება ქალაქში და მისი მიღება შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ადამიანისთვის. ნაგავსაყრელის წესების დარღვევით მოწყობის გამო ძალიან მზარალდება ახლოს მცხოვრები მოსახლეობა და ხედავთ აი ეს პატარა სახლები ზემოდან როგორც ჩანს, ძალიან ახლოს არის ნაგავსაყრელიდან და მისგან წამოსული სუნი ადამიანებს ძალიან ცუდ მდგომარეობაში აგდებს და აზიანებს მათ ჯანმრთელობას უკვე 15 წელია. ამ სუნითა და სხვა ნივთიერებებით, რომლებიც ნაგავსაყრელიდან მოდის, ზიანდება დაახლოებით 5 სოფლის მოსახლეობა. სოფლებს ვამბობ, თუმცა უკვე თბილისს ეკუთვნის უმრავლესობა მარტყოფის გარდა. მარტყოფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი არის მთელ საქართველოში. ირგვლივ გამწვანებას, რასაც ხედავთ მდელოებს, ესენი გამოყენებული არის მიწათმოქმედებისთვის და მოსახლეობას. აქ ძირითადად ხორბალი მოყავთ ხოლმე, ან საძოვრებად იყენებენ თავიანთი ცხოველებისთვის. აი ეს თეთრი ხაზი კი, რომელიც ნაგავსაყრელს ირგვლივ მიუყვება და ძალიან ახლოს არის მასთან, არის არხი, რომელიც ასევე ბინძურდება, როგორც მიწისქვეშა წყლებით, ისე ზემოდან მასში ჩაყრილი ნაგვით და სხვადასხვა ნაწილაკებით და შემდეგ ზუსტად ეს არხი გამოიყენება როგორც სარწყავად, ისე ჩაედინება თბილისის ზღვაში და როგორც ვიცით, თბილისის ზღვის წყალი მიეწოდება თბილისის მოსახლეობის უმრავლესობას სასმელ წყლად. ამ პრობლემების აღმოსაყრელად აუცილებელია, რომ არსებული ნაგავსაყრელი დაიხუროს. ოღონდ დახურვამდე აუცილებელია ის გაზი, რომელსაც გამოყოფს ნაგავსაყრელზე არსებული უჯრედები, რომელიც სხვათა შორის მომავალი 75 წლის განმავლობაში ფუნქციური იქნება, ანუ გაზის გამოყოფა შეიძლება 75 წლის განმავლობაში. აუცილებლად უნდა შეიკრიბოს და ან უნდა დაიწვას ჩირაღნის საშუალებით, ან უნდა გადამუშავდეს და გამოვიყენოთ როგორც ელექტროენერგია. სხვათა შორის ეს ელექტროენერგია შესაძლებელია მომავალი 75 წლის განმავლობაში 5 სოფლის მოსახლეობამ სრულად გამოიყენოს, ანუ სრულად დააკმაყოფილოს 5 სოფლის მოსახლეობა და მარაგშიც კი დარჩეს არსებული ელექტროენერგია. ამის ნაცვლად კი რესურსებს ჰაერში ვკარგავთ. პრობლემის აღმოსაყრელად ასევე აუცილებელი არის წყლების გაფილტრა და ბოლო ნაბიჯი არის ახალი ალტერნატიული ნაგავსაყრელის აშენება.